გვიანი საღამოა, იხვედით სახში, ეხლა ფიქრობ აი ძალიან დაგდილი ვარ, მოდი უცებ რაღაცა შევჭამ, დავიძინებ და ეგა თუ ძიდის წინ საკვების მიღებას ფიქრობ, მეკეთყვი, რის მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში და რა შეგიძლიათ რომ მის ნაცვლად მირთვათ. პირველ რიგში, არავითარ შემთხვევაში, არასდროს გამონაკლისის სახითაც კი არ მირთვათ თეთრი პური ძირის წინ. თეთრი პური ზოგადად საღამოს საათებში ისედაც არ ვარგა. რატო იცით? იმიტომ რომ მას აქვს ძალიან მაღალი გლიკემიური ინდექსი. ეგ რას ნიშნავს? უფრო მარტივად რო გითხრათ, ის ჩვენს ორგანიზმში ძალიან სწრაფად იშლება. აი, მირთმევთ თუ არა, სხეული უკვე თითქმის ბოლომდე შლის. ამილაზით, მალტაზით და საბოლოო ჯამში გლუკოზა შეიძლება ძალიან სწრაფად და უცებ. მერე რა? მერე ის რომ თქვენი პანკრეასი პანიკაში გამოყოფს ძალიან ბევრი ინსულინის. ხო და ეს ინსულინი ამ გლუკოზას ეგრევე შეყრის კუნთებში და ღვიძლში და სისხლში დარჩება რამდენიმე საათში არაფერი. და მერე რა? მერე ის რომ ღამის საათებში სისხლში უგოს რაოდენობა მკვეთრად ეცემა. და თავისთვის ეს კვი შია, თავის ტვინშია პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ სხეულს კი არ, თავის ტვინშია. და მერე ეს პრაქტიკულად აი ამ ნერვულ სისტემას ისე გიძებავთ, რომ ღამის საათებში გამოგაღვიძებთ. შეიძლება ეხა არ გამოგაღვიძოთ, ეხა პირდაპირ არ წამოდგეთ და ვერ ვიძინებო, მაგრამ აი თქვენი ძირის ხარისხი მკვეთრად დაარღვიოს და დიდით რო გაიღვიძებთ, იქნებით ძალიან დაღლილი, იმიტომ რომ უხარისხოდ გეძინათ. და თან დიდით რო გაიღვიძებთ, იქნებით საშინელად მშიერი, ამიტომ დიდითაც მერე მოგიწევთ, რომ აი რაღაცა მირთვათ, რომ ეს შიმშილისნობა როგორ ხას მოიკლათ. და მე რა ვხდება? ანუ ეს არ განაყრეთ ეს თეთრი პური და საბოლოო ჯამში მიდრეკით ხდით უფრო მეტად კალორიული საკვებისკენ. ამიტომაც არის რომ მე მოცაზე ღიპი მოიმატებს. ძირი დავარდება და საბოლოო ჯამში მთელი დღის განმავლობაში გქნებით გათიშული და დაღლილი. ამიტომ საღამოს არასდროს არ მირთვა ძირის წინ და ზოგადად 9 საათის მერეც თეთრი პური. აბა რა შეგიძლია მირთვა თუ ძალიან გშია და აი გინდა რომ რაღაცით ეს შიმშილის ნოვა მოიკლა. გეტყვი, ეს არის იოგურტი. ბერძნული იოგურტი ჯობია ზოგადად და თუ დაამატებ თხილს, მიწის თხილს, ჩვეულებრივ თხილს ან ნიგოს, იდეალური. იცი რატომ? იმიტომ რომ ძალიან მაღალია ციდების შემცველობა, თითქმის არაფერია ნახშირწყლოვანი და გლიკემიური ინდექსი იმდენად დაბალი აქვს, რომ თქვენს ინსულინის ზრდას სისხლში მკვეთრად არც გამოიწვევს. შეგიძლია საკვებიც მიიღო ამ შემთხვევაში იოგურტის სახით, დანაყრებითაც დანაყრდე და შვილად დაიძინო, არც ძირის ხარისხი არ დაგეღვევა. ასე რომ თუ მაინც და მაინც ძირის წინაპირ რაღაც მირთმევას, მოდი ეს იყოს იოგურტი თხილთან ერთად. გაუზერეს რჩევას ხვებსაც.